ვარ ალექსანდრე გორჯელაძე 11 წლის. ვსწავლობ მეოთხე საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ფეხბურთი. უკვე 2 წელია ვთამაშობ ვესტ ჯორჯიაში. მახსოვს პირველი დღე ვესტ ჯორჯიაში რომ მივედი. არავის არ ვიცნობდი და ვნერვიულობ. ჯერ გავიცანი ბავშვები და მერე მწვრთნელები. კარგი სიტუაცია დამხდა და ყველასთან დავმეგობრდი. მყავს 2 მწვრთნელი ვაკო თევდორაძე და ბაჩი მიქელაძე. ორივე ერთმანეთზე კარგი მასწავლებელია. გუნდში ყველაზე კარგად შეთამაშებული ვარ ანდრია ჩახალიანთან. მე ვთამაშობ მარცხენა თავდამსხმელის პოზიციაზე. ადრე ვიყავი ცენტრალური ნახევარმცველი და მერე შევიცვალე პოზიცია. შეტევაში იმიტომ გადავედი რომ მომწონს გოლების გატანა. ჩემს კარიერაში გატანილი მაქვს 45 გოლი. ჯარიმა დაინიშნა შორიდან და დავარტყი და გავიტანე 9-იანში. ჩემი საუკეთესო საფეხბურთო თვისება არის დრიბლინგი. გამოსასწორებელი მაქვს სუსტი პასი. ვესტ ჯორჯიაში უკვე მქონდა 40-მდე შეჯიბრება. ყველაზე კარგად დამახსოვრდა ლაიონსებთან თამაში, რომელიც წავაგეთ პენალტებში. ძირითადი დრო დამთავრდა 2-2, ბოლო წამზე გავიტანე გოლი, მაგრამ არ ჩამითვალეს. 6 წლის რო ვიყავი, მაშინ გადავწყვიტე ფეხბურთელობა. იქამდე მინდოდა გამოსულიყავი სპაიდერმენი. ჩემი საყვარელი ფეხბურთელი არის მესი და ჩემი საყვარელი გუნდი არის ბარსა. საქართველოს ნაკრებში სიამოვნებით ვითამაშებდი 10 ნომრით. მე ვაპირებ ფეხბურთი ვითამაშო 35 წლამდე. კარიერის დასრულების შემდეგ გავხდები ბიზნესმენი. ჩემი ბიზნესის სფერო იქნება ავტომობილები. ჩემი აზრით 25 წლის რო გავხდები ვიყიდი შავ BMW-ს. ახლა მინდა ვიყოთ 15 წლის, იმიტომ რომ უფრო მალე ვითამაშო ნაკრებში. მიყვარს ჩემი სკოლა, იმიტომ რომ მეგობრული კლასელები მყავს. ჩემს კლასში ყველაზე მხიარულია ალექსანდრე საზაგლიშვილი. ყველაზე ჭკვიანია გიორგი ხოზრევანიძე. ყველაზე მშვიდი არის რეზი ღოღობერიძე. ყველაზე ბედნიერი მგონია მირზა კალანდარიშვილი. მე ვარ ყველაზე ნიჭიერი და სიმპათიური. ამ ეტაპზე შეყვარებული არ მყავს, იმიტომ რომ ფეხბურთის კარიერაში შემიშლის ხელს. ჩემი აზრით ცოლს რომ მოვიყვან, ვიქნები 28 წლის. შვილებს დავარქვენ სანდროს და ნუცას. ჩემი საყვარელი საგანია ქართული. საყვარელი მასწავლებელი არის ლელა ჯინჭარაძე. იმიტომ რომ ხიარულია, მხარს დაგიჭერს, აგიხსნის კარგად და კარქულას გიწერს. სახლში ვცხოვრობთ მე, მამა, დედა, ჩემი დები და ძაღლები. კიდე მინდა ვყავდეს ერთი ძმა. ჩემი უფროსი და არის 18 წლის და ქვია ხატია. ის არის ლამაზი, მხიარული და ნიჭიერი. ჩემი აზრით ხატია რო გაიზრდება გამოვა ექიმი. უმცროსი და არის 10 წლის და ქვია ელენე. ის არის ლამაზი, პრანჭია, ნერვების მომშლელი და ჭკვიანი. ნერვებს მიშლის, როცა უსაქმურადაა და რაღაცებს მელაპარაკება. ელენე ალბათ გამოვა ბავშვების ექიმი. მამიკო არის ჩემსავით სიმპათიური, მშრომელი და ჩემსავით ვარჯიშობს. ფეხბურთელობა უნდოდა და დააგვიანა. დედიკო არის მზრუნველი, ლამაზი და კარგად აკეთებს საჭმელს. ძალიან მიყვარს დედიკოს გაკეთებული ქათამი ბრინჯი. ჩემი ცოლი ყველაზე გემრიელად გააკეთებს აჭარულ ხაჭაპურს. მიყვარს საშიში ფილმების ყურება და ჩემი საყვარელი ფილმი არის ფენივაიზი. რომან მეშინოდეს ამ ფილმში სიამოვნებით ვითამაშებდი მთავარ როლს. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, სკოლას გავაქროვდი. მე მთელ დროს დავუთმობდი ფეხბურთს და მეგობრებთან გართობას. სამოგზაუროდ სიამოვნებით წავიდოდი შვეიცარიაში. წინა მონაწილემ დამიტოვა შეკითხვა. რომელი სუპერძალა მინდა რომ მქონდეს? მე მინდა მქონდეს ფრენის სუპერძალა. ფრენა რომ შემეძლოს, აქედან პირდაპირ გავფრინდებოდი დემეტრე ზაქარაძესთან. ის არის ჩემი მეზობელი, მეგობარი და კარგი ბიჭი. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას. რა არის მისი ოცნების საჩუქარი? მაგალითად, ჩემი ოცნების საჩუქარი არის ველოსიპედი. ბედნიერება არის ფეხბურთის თამაში და ოჯახში რომ ყველაფერი კარგადაა. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.